თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. გამოცემა თანასოფლელებზე დაყრდნობით წერს, რომ არასრულწლოვანი თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები მომხდარზე ამ დროისთვის უცნობია. ნიკამელიას დაცვის ყოფილ თანამშრომლსა და ცოტნე მირცხულავას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მათ 2024 წელს სამტრედიაში მილიაზე თავდამსხმელზე საბა ნიკოლეიშვილზე ძალადობას ედავებიან. უწყებამ ბრალი თავად ნიკოლეიშვილსაც წარუდგინა, სამივე მათგანს ერთი და იმავე მუხლით ედავებიან. გლობოს კურიერზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 2 პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება. დავით დვალიშვილს თავს 7 აგვისტოს მოულოდნელად დაესხნენ, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ყაჩაღობა ქუთაისში კაცი ქალ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა და პისტოლეტის მუხარით ძვირფასეულობის გატაცებას სცადა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 11 ივლისს მოხდა, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებული დაკავებულია, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.